ისპანახი. დამჭირდება ზიანი ღვეძელისთვის. კიდევ ერთი გასაყოფი კერძი. ვამზადებ ქათმის და ისპანახის ღვეძელს, რომელსაც შევუცვლი ფორმას და მივიღებ ისეთ კერძს, რომელსაც არ დაჭირდება არც დანა, არც ჩანგალი და პრინციპში არც თებში. მარტივია. დავიწყეთ. პირველ რიგში ვამზადებთ ცომს. ქვილი 500 გრამი, მარილი 1 ჩაის კოვზი. შაქარიც 1 ჩაის კოვზი და საფუარი 12 გრამი. 2 ცალი მთლიანი კვერცხი. და წყალი 250 მილილიტრი. სასურველია თბილი ოთახის ტემპერატურის წყალი. გავხეთქოთ კვერცხის გულები. და ამოვზილოთ ცომი. გადმოვიტანოთ დაფაზე და დაახლოებით 2 წუთი ვზელთ. მივიღეთ ესეთი ელასტიური რბილი ცომი. არც ზედმეტად რბილი არ უნდა გამოვიდეს, რადგან შემდეგ ფორმაც გვინდა რომ მივცეთ. გადავიტანოთ ისევ ჯამში. გადაუსვათ ზემოდან ოდნავ ზეთი ხელით, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი და დავტოვოთ თბილ ადგილას 40 წუთით. ვამზადებთ შიგ-თავს. პირველ რიგში დავჭრათ ქათამი, ჯერ მოვაჭრათ ზედა და ქვედა მხარე, რომ ერთი ზომის ნაჭრები უნდა იყოს. სიმეტრიული. ამასაც კიდევ შუაზე გადავჭრით. დამჭირდება დაახლოებით 500 გრამამდე ქათმის ფილე. ქათამი დავჭერით, ავანთოთ გაზი. ზეთი. ვიწყებთ ქათმის შეწვას. მე მინდა რომ ქათამი უბრალოდ გარედან დაიბრაწოს, ბოლომდე არ შევწვავ, რადგან შემდეგ კიდევ გამოცხובה და არ მინდა რომ შრალი გამოვიდეს ქათამი. უბრალოდ მინდა რომ ეს შემწვარი გემოქონდეს. რაც თავარია, მინდა რომ გაუჯდეს კარგად სუნელი, რომელსაც დავუმატებ. დაღერღილი წიწაკა, ოდნავ ცხარე რო იყოს და ვორჩესტერ соуსი. ვორჩესტერ соуსი ეს არის ნაერთი, ასე ვთქვათ, საკმაზი ხორცის, იდეალურად უხდება საქონლის ხორცს და ქათმის ხორცსაც თავისებურ გემოს აძლევს. თუ არ გაქვთ ვორჩესტერ соуსი, უბრალოდ მარილი და პილპილით საკმარისი იქნება. უბრალოდ ეს უფრო პიკანტურ გემოს მიცემს და უფრო ნოყიერი იქნება არომატებით. ამოვატრიალოთ ხორცი. აი ზუსტად ეს ფერი მინდოდა რომ მიეყო. ვორჩესტერი თანაც უფრო ყავისფრად დაბრაწავს ხორცს. უფრო ხრაშუნა იქნება გარედან. დავუმატოთ ისპანახი, მთლიანი ფოთლები, ნახევარი კონა. ეხლა უკვე შეგვიძლია რომ ამოურიოთ. მინდა რომ უბრალოდ ისპანახი მოვწალოთ, რადგან ხორცი უკვე დაბრაწულია კარგად.
ამას ცალკე მშვენივრად შევჭამდი. ისეთი არომატი აქვს და ფერი და დარწმუნებული ვარ რომ გემოც. სიმძაფრისთვის ვუმატებ სულ ბოლოს ნიორს, 2 კბილს. გადავიტანოთ. აი ეს შეგვიძლია უკვე ამოურიოთ. 2 წუთიც და მზად არის. მაგარია. მზად არის. დავიწყოთ ცხობა. ქვილი. ხელით ცენტრში აი ესეთი ბურთი დავტოვოთ. დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე ვჭრით ცომს, ისრებად. დავთვალოთ რამდენი ცალი ქათმის ფილე მაქვს. დაახლოებით 16 ცალი არის. ანუ ცომს ვჭრით 16 თანაბარ ნაწილად. გადმოვიტანოთ გამოსაცხობი ფირფიტა, გამოსაცხობ ქაღალდთან ერთად. ფრთხილად გადავიტანოთ, არა უშავს, მე ხელითაც დავშლით ჩვენ ამას. მარტივად წამოგვყვება ჩვენ ცომი და ვიწყებთ ასე. ქათმის ფილე, შემოვახვიოთ ისპანახის ფოთოლი და შემდეგ ესე შემოვახვიოთ ცომი. მინდა რომ გამოჩნდეს ალაგ-ალაგ ხორცი ან ისპანახი. და ბოლო. თითქმის უკვე მზად არის გამოსაცხობად. ეხლა ხელით გავალამაზოთ, ისე რომ თანაბარი იყოს. ზის ფორმა აქვს. ეხლა ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული. პირველ რიგში ცენტრში წავუსვათ. და აი აქაც ნაზად ესე გადაუსვათ. და ვაცხობთ 200 გრადუსზე 10-12 წუთით. ძალიან ლამაზად გამოცხვა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სახალისო და მარტივი გასაყოფი კერძი გამოვიდა. ფრთხილად გადმოვიტანოთ, რომ არ დამეშალოს. აი ესე, 1 ცალი მოვაძრე. გემრიელი სუნი აქვს. ვნახოთ გემო. ნაზიმ, სუბუქი, გემრიელი.